To begin our event with, please welcome the Georgian anthem and the European anthem performed by Natia Tadua together with the students of Georgian American International School Progressive. Please welcome them on the stage. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ეს ევროპის დღეებია ბათუმში, რომელიც დღეს 11 ივლისს ზუსტად ამ წუთებში იხსნება საქართველოს ევროკავშირის ჰიმნები. ამ ჰიმნების შემდეგ თქვენ მოისმენთ ევროკავშირის ელჩის საქართველოში პავლო ჰარჩინსკის მიმართვას. ელჩი არის და მეტუჩი მოისმენთ მის მიმართვას, მანამდე კი მოვისმინოთ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სწორედ ამ ჰიმნებით იხსნება ევროპის დღეები ბათუმში. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაესწროთ ამ დღეებს სასტუმრო ჰილტონში, ასევე უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. როგორც ხედავთ, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით იხსნება ევროპის დღეები ბათუმში. ამის შემდეგ ჩვენ მოვისმენთ ევროკავშირის ელჩის მიმართვას ბათუმში.
უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი შესრულებისთვის ნათია თოდუასა და სკოლა პროგრესის მოსწავლეებს. Thank you very much to the performers of Natia Tudua and students of the school Progressive. Now, it is my great honor and the privilege to invite upon the stage Ambassador of the European Union to Georgia, Ambassador Pavel Merchins. Ახლაკი ნება მომეცით გახსნითი სიტყვისთვის სცენაზე ვუხმო. ევროკავშირის ელს საქართველოში ბატონ პაվել მერჩინსკის. Zvírpaso stúmrebo, zvírpaso megobrebo, mogesalme. Moharuni var, rom Evropis dres, isev ak, Batumshi aglishna. Batumi, Batumi, Bebristis nobili, ეს პოლონური მელოდიაც ბათუმის სიდიადეს უმღერის. შავის ზღვის მარგალიტი ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ვინ თუ არა თქვენ ყველაზე უკეთ იცით tolerantobisa da harmonიული განაცხოვრების ფასი. ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, თეთრობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოძლებებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია. 30 წელზე მეტია, ჩვენ გავართ საქართველოს გვერდით, ჩვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. ახლა კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს, თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო, წინ. დიდი მადლობა. ევროკავშირის საქართველოში პაվել მერჩინსკის ისინი მართლა ბათუმში სულ ახალგაზრდას გაიცნა ბათუმში ევროპის დღეები 12 ივლისს. როცა ღონისძიება დანიშნება ევროპის დღეები, ნებისმიერ პირს შეუძლია დაესწროს ამ ღონისძიებას. And celebrate Europe Day. Batumi, Batumi, this Polish melody, well known to many, also sings to the greatness of Batumi. ჩვენ ახლა ვისმენთ ინგლისურ ენაზე, იმ ტექსტს, რომელიც შეიძლება გააჩნია ქართულ ენაზე, traditions and experiences. Who else knows the value of tolerance? Actes სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება სასტუმრო ჰილტონში, ასევე სხვა ლოკაციებზე ქალაქში. შეგვიძლია თავისუფლად დაესწროთ ამ ღონისძიებებს, როგორც დღეს, ასევე ხვალ.
peace, prosperity and development to the members of the European Union for already almost 80 years. Overcoming global challenges makes Europe stronger. Moreover, the European Union enlarged. Those who share the common rules advance more and more on the path to joining the EU. Regretfully, Georgia is not among them. We do not lose hope that this is temporary. For more than 30 years, we have stood by Georgia's side, by your side, as a long-term and reliable partner. EU's commitment towards Georgia remains unchanged, but at the same time, unchanged are our rules. Progress on the EU path is based on democratic development. Now, with your family and friends, enjoy this day, which reminds us of the times we have been through so far and the achievements we have made together. Go forward, Georgia. Go forward. ამ ღონისძიებას, სხვადასხვა ღონისძიებიდან აღენიშნება და ეს დიდი მადლობა ევროკავშირის წევრს, ბატონ პავლო ჰერჩისკის გახსნითი სიტყვისთვის ქართულ ენაზე, შესანიშნავ ქართულ ენაზე. Thank you very much, Mr. Ambassador, for delivering opening remarks in Georgia. ახლა კი ცერემონიის დასასრულს მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ შესანიშნავი ვიდეო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით ერთად საქართველოსთვის. ნახოთ თუ რა აქვს მათ ჩვენთვის საქმე საქართველოს შესახებ. Ladies and gentlemen, as we approach the conclusion of the opening ceremony, it is our great pleasure to present the video Ertat Sakatvolosთვის Together for Georgia, featuring the ambassadors of the member states of the European Union. Let's listen together to what they have to share with us about Georgia. To apply to become an EU ambassador in one of the EU delegations worldwide. The list consisted of 40 posts. I have chosen only one, Sakharov. Georgia has always been my focus, personal focus, and on the focus of Lithuania. Lithuania is only one country in the world that calls Georgia separate well. Three times, so we are going with my wife outside of the მიხედავთ რომ ევროკავშირის ელჩის ადრებს ამ ვიდეოს საქართველოს შესახებ so something very, very special. And then, of course, a lot of fascinating historical monuments in the countries. What I find special about Belgium is that it's a crossroad of cultures, and the crossroad between Germany, Europe, Latin Europe. That's a little bit what I discovered about here, the region, and about Georgia in particular, that it's a crossroad of cultures as well. So I was really very honored to have prepared the first bilateral visits between Greek ministers and Georgian ministers. Pour un ambassadeur, c'est une chance extraordinaire. On a un honneur de servir dans un pays où se jouent tant de choses. Il y a à la fois un attachement farouche à l'identité et à la tradition, et en même temps un და ასე გრძელდება ევროპის დღეები ბათუმში უბრალოდ ახლახანს გაიძნა და გაგრძელდება როგორც დღეს ასევე ხვალ თერმის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ამ ღონისძიებას ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს ევროპის დღეებს ბათუმში რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიძნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავლო ჰერჩისკიმ აქ სხვადასხვა ღონისძიება სხვადასხვა კუთხეა მოწყობილი როგორც ხედავთ ეს ხდება სასტუმრო ჰილტონში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ დაესწროს მოვიდეს აქ და დაესწროს ევროპის დღეებს რომელიც უკვე გაიცნა ბათუმში ეს
რაც არის ყოველწლიური ღონისძიება. ბოდიში, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ, მოგიხებით თქვენი კუთხის შესახებ, რა წარმოადგენთ დღეს ევროპის დღეს. მოგესალმებით, პირველში ძალიან დიდი მადლობა, მოლოცავ ყველას დღევანდელ დღეს ევროპის დღესა ძალიან მიხარია. დღეს ჩვენი სტადია არის წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის თამაში, ასე ვთქვათ, ვასანთმე, ანუ ამ კონვერტებში დევს ის მითები, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, ევროკავშირზე და ჩვენთან მოსახლეობას შეუძლია, რომ ეს მითები გააკაცხოს იმ არგუმენტებით, ანუ მტკიცებულებით, ფაქტობრივად გამოძიება უნდა აწარმოოს, ასე ვთქვათ. ანუ უნდა შეავსოს კითხვა, არის? უნდა შეავსოს, ასე ვთქვათ, სამტკიცებულება უნდა წარმოადგინოს, რატომ არის ეს მითი. აი მაგალითად რომელია მითი? აი მაგალითად გაწევრიანების შემთხვევაში ევროკავშირი იქნება ახალი ცენტრი, რომელიც ქვეყანას საკუთარ ნებას უკარნახებს და წაართვეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ხო, აი რატო არის ეს მითი მაგალითად? სამი არგუმენტი უნდა გითხრას და შემდეგ სწორი პასუხის შემთხვევაში ფაქტების კვლევარი. აი ესეთი სერტიფიკატს, ფაქტების კვლევარის სერტიფიკატს გადავცემ. მოქალაქეებს შეიძლება მიიღოს კი, რა თქმა უნდა და ასევე აიჩიოს საჩუქარი მაისური ჭიქა და ასე ვთქვათ ჩანთა. ასევე გვაქვს მეორე ძალიან საინტერესო სამაგიდო თამაში. ანუ აქ მიზანი არის, რომ წარმოქმნილი კითხვებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. არის ვსოდნით და განათლებით ევროკავშირისგან, ეს არის ამ თამაშის დევიზი. და შეუძლიათ გუნდებმაც ითამაშოთ, შეუძლიათ ინდივიდუალურადაც ითამაშოთ და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ორი ტიპის კითხვები გვაქვს. ერთი არის თავად ევროკავშირის შესახებ, მაგალითად, როდის შეიქმნა, რამდენი წევრი სახელმწიფოა, როგორ გაფართოვდა, ყველაზე დიდი გაფართოება როდის იყო და ასევე მეორე არის ქვეყნების შესახებ ინფორმაცია, იმ ქვეყნების, რომელიც არის ევროკავშირის წევრი. დიდი მადლობა, ეს იყო მარიკა ვაჭარაძე, თქვენ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენთ? საინფორმაციო ცენტრი, ნატოს საინფორმაციო ცენტრი, მადლობა. როგორც ხედავთ, მოქალაქეები მიდიან სხვადასხვა კუთხეში, აქ შეიძლება სხვადასხვა ბროშურის ან წიგნის შერჩევა. მოგესალმებით დათმელების პირდაპირ ეთერში. რა არის ამ კუთხეში წარმოდგენილი, რას თავაზობთ თქვენ მოქალაქეებს? არის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და ევროპა ნოსტრას გაერთიანებული სტენდი. ჩვენ უკვე წლების მანძილზე ევროკავშირის დახმარებით ახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს და სწორედ უკანასკნელი პროექტები, რომელიც ამჯერად მიმდინარეობს, წარმოდგენილი არის ამ სტენდზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდა, არის Erasmus Plus-ის დახმარებით, ხარდაჭერით არაფორმალური განათლება მხატვრულ რეწვაში. სწორედ მისი პრეზენტაცია მოხდება დღეს, მისი წარმოდგენა შედეგების. ასევე არის მნიშვნელოვანი პროექტი ხარდაჭერის აუზის ინტერეგის პროგრამის მხარდაჭერით არის ბიოსუსტეინი, ეს არის ეკოლოგიური ცოდნის დამკვიდრება პრაქტიკაში, მხატვრულ რეწვაში, მედიცინაში და საერთოდ გასტრონომიაში, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველოს. ეს ბროშურები და სახელმძღვანელოები შეიძლება წაიღოს ინფორმაციად. ეს იგდება პირიქით, რაც უფრო მეტ წაიღება, უფრო მეტი დაინტერესება არის ინფორმაციით, რომ მოხდეს პოპულარიზაცია და აი მივაქცევ ყურადღება დაგვიდგარებზე. ეს კონფერენცია ჩატარდა სწორედ რამოდენიმე წლის წინ და აქ ინგლისურ ენაზე არის ქართველი და საერთაშორისო მეცნიერების ძალიან კარგი კრებული არჩევით არის ფაქტიურად წარმოდგენილი დავითგარების მნიშვნელობა და მნიშვნელოვანია რომ არის ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ ქართველებმა ყველა მიცით თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა. როგორ გავაგებინოთ სოფლიოს ამ პრობლემის შესახებ. გავაგებინოთ ისე მნიშვნელობა, ღირებულება და ადგილი სოფლიოს. დიდი მადლობა თქვენი სახელი და გვარი. მაგალითად ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. მოგესალმებით, თქვენ რას თავაზობთ აქ მოსულ სტუმრებს დღეს? შემიძლია პირები გავკეთოთ. აი მაგალითად თავადმა დახატა
რაც შეგიძლიათ გახატოთ, ან დაწეროთ და შეგიძლიათ ეგეთი პირები გაგიგებინოთ. დიდი მადლობა თქვენ. მოგეთ ასეთი მოგესალმებით. ზურიუს ეხლა კელჩი პრესკონფერენციაზე ის გააკეთებს განკუთვნილებას. გამარჯობა. თქვენ თარგმნით პარალელურად? ასუქს არა, კითხვა გაქვს, კითხვას კი. მოგეთ ასეთია, ევროპის დღეები ბათუმში, ჰილტონში გაიხსნა რამდენიმე წუთის წინ. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ აი ამ ღონისძიებას, როგორც დღეს, ასევე ხვალ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.